თუ ადამიანი არ ესმის, რომ არ შეიძლება რომ მთავრობა ერეოდეს სოფლის მეურნეობაში, ძალით ტოვებდეს ხალხს იქ, რაღაც საწარმოებებს ხსნიდეს, ასუბსიდირებდეს რთველს და ასე შემდეგ, თუ არ გესმის, რომ ასე არ შეიძლება, რა ვქნა ხა დავკარგავ ხო მას, აბა მე ხო მარტო იმ ადამიანებზე მაგათლა, ვისაც აზროვნება შეუძლია. რა უნდა გააკეთოს მთავრობა სოფლის მეურნეობაში? არაფერი, უნდა ჩაიხსნას. რთველი სუბსიდირება ბოროტება. ეს არის სისხლი, რომ კახელი კაცი სხვა მეგრელის, გურულის და სხვა ქართველების ხარჯზე თავის ყურძენს უვლის. არაფერი არ ესაქმება იქ, იმ ხალხის 99%, ვინც ეხლა დასაქმებულია სოფლად. იმიტომ რომ არ იციან მაგონა სოფლის მეურნეობის ისე, ასე ვთქვათ, წარმართვა, როგორც საჭირო თანამედროვე პირობებში. აი მაგალითად, როცა ყოველ წელს სეტყვა მოდის და სეტყვა არის პრობლემა. ეს ხო ვინცთვისაც სეტყვა პრობლემა, ის ხო არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობაში დაკავებული. ეს ხო უბრალოდ კანონია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში სეტყვა ყოველ წელს მოდის. და არ შეიძლება კახეთში ვიღაცა გააკვიროს სეტყვით და თუ რაღაც სოფლის მეურნეობით ხარ დაკავებული კახეთში და სეტყვა მოულოდნელი აღმოჩნდა და ამის გამო შენი ბიზნესი დაინგრა, შეეშვი ამ ბიზნესს, დაამთავრე ეს ბიზნესი, წადი სხვა საქმით დაკავდი. ნებისმიერი საქმით დაკავდი უკეთესი იქნება. კი სენსიტიური ადამიანი ხარ, მესმის შენი, რომ გეუბნები, რომ არ გამოგდი შენ სოფლის მეურნეობაში არაფერი და შენ კიდე სხვა პოლიტიკოს გეუბნება, რომ არა შენ რაღაც მამაპაპური მიწა დაამუშავო, შენ ხარ ჩვენი ქვეყნის რაღაც ტრადიციის მატარებელი, ჩვენზე დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენ რო არა რა შევჭამდით ჩვენ თბილისელები და სხვა რაღაც ბოდვა რასაც პოლიტიკოს ეუბნება. და შენ თქო გინდა რომ ის იყო გმირი რა, აი ის რო ეუბნებიან, ქუჩაში რო გამოდიან, გამოდი ქუჩაში და ხარ გმირი. ქუჩაში გამოსვით გმირობა არ მოიპოვება. ასე რომ იყოს, ყველა გამოვირბენდით ხოლმე ქუჩაში ერთი-ორჯერ და ყველა გმირები ვიქნებოდი. იგივე ხდება რა. შენ მიხედი ამ ვენახს, არ უსაჭირდება შენი ყურძენი, მაგრამ რამეს მოვიგონეთ, მე ვიყიდით, სპირტად გავაკეთებთ, მე სპირტი ავრთქლება, ყველა ბედნიერია, მაგრამ ნუ დავბეგრავ დანარჩენ მოსახლეობას და რამეა შენ გიშველით ამ შენ ყურძენში. ხო და ასე არის სწორი. ეს უნდა ჩაიხსნას ყველაფერი. ყურძნის სუბსიდირება, თხილის რაღაც დახმარება, დანერგი მომავალი, რაღაც სესხები, მესხები, რაც არის ყველაფერი თარ უნდა ჩაიხსნა. არა, ჩვეულებრივი ბიზნესია, ხა, სოფლის მეურნეობა. თან როგორი ბიზნესია, იცი? აი როგორც სპორტი დიდწილად უფრო იმაზეა, ფარმაცევტიკაზეა და ექიმებზეა და ფიზიოლოგიაზეა, ვიდრე მარტო რაც ბურთის კენჭლაზე, იგივე არის სოფლის მეურნეობა. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანი უფრო გავს პროგრამისტს, ვიდრე გლეხს, რომელიც თოხით რაღაცას მიწას ამუშავებს. თანამედროვე სოფლის მეურნეობას რო შეხედოთ, ეს არის შეჯიბრი ქიმიურ წარმოებაში, ეს არის შეჯიბრი ტექნოლოგიებში, ეს არის შეჯიბრი პროგრამირებაში, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში უბრალოდ რობოტები მართავენ ას მიწას და უნდა იცოდე რომ როგორ სწორად დააპროგრამირო ეს. სასაცილოა რომ სეტყვა პრობლემაა. სეტყვა არაფერშუაში, თავრობა არაფერშუაში არ უნდა ესროდეს რაკეტებს სეტყვას, ხვდებით? არ არის ეს თავის საქმე. წადით, იქირავეთ რაკეტები და რაც გინდა ესროლეთ ამდენ იმას ღრუბელს. თუ არ გინდათ ღრუბელს ესროლოთ, აიღეთ და ბადე გადააფარეთ, დააზღვიეთ. ვერაფერი ვერ მოიგონეთ, თქვენი ვენახი ფუჭდება, შეეშვით ამ ბიზნესს. წადით სხვა მოიგონებს. და ასე აწყობილი სამყარო. ამიტომ მე უყურებ ამ სოფლის მეურნეობას. რომელსაც ხალხს სიღატაკეში ტოვებენ, ვიცი რომ ამ სოფლის მეურნეობას არანაირი მომავალი არ აქვს. იმიტომ რომ მე ვხედავ როგორია სოფლის მეურნეობა ჰოლანდიაში, როგორია სოფლის მეურნეობა ამერიკაში და ვხედავ რომ იქ მაღალ კვალიფიციური ძალიან ნიჭიერი და რაღაც პროფესიონალები ზიან. ერთი პროგრამისტია, მეორე ქიმიკოსია, მესამე, რა ვიცი, ბიოლოგია, რაღაც სცენარების მორფოლოგიის რაღაცის სპეციალისტია. და ყველას რაღაც დიპლომები და PhD გაკეთებული და რაღაც მთელი ამბავი. და ის ფერმერი შეიძლება ფერმერობს, მაგრამ ეს ხალხი ყავს დაქირავებული და უზარმაზარი ტრაქტორი ყავს, რომელიც იმდენი იღებს, რომ, რა ვიცი, შეიძლება 10 და 100 ჩვენი გლეხი ცხოვრებაში ვერ იშოვის. აი ამას ხედავ, ხვდებით? ესეთი არის სოფლის მეურნეობა და ამ ხალხთან კონკურენციაში უნდა შევიდეს ჩვენი სოფლის მეურნეობა, რომ წარმატებული იყოს და ჩვენ azt ხედავთ, მზის გლეხი თავის ვენახს რაღაც ხილით ამუშავებს, მერე დააკრიფავს ძველ ზილზე, დაყრის გაზის ბალონებიან ზილზე თავის ყურძენს, მიათრევს სადღაც ქარხანაში, რომელსაც ასევე ფეხებზე კიდე ეს ყურძენი, იმიტომ რომ არ ჭირდება უვარგისი ყურძენია და ქარხანას მაინც წესრიგ ღვინოს ვერ გააკეთებს, მაგრამ მთავრობა ფულს უხდის ქარხანას და ჩაიბარებს. მერე ეს გლეხი წავა ქოცას მისცემს ხმას, ქახნის ფლობელი სიაცქოცი იყო, ყველა ბედნიერია, ოღონდ ის მაინც გლეხი მაინც სიღატაკეში დარჩა. სოფლის მეურნეობაში არაფერი არ ეშველება, ჩვენ ღარიბები ვართ ამის გამო. მეგრელი ვიღაც დაბიგრეს
ბაბუ, იმიტომ რომ კახეთში ვიღაცას ვენახი მოიტანა. აი ასე ხდება ეს ხდებით? და ამიტომ მე არ მინდა ასეთ სოფლის მეურნეობა საერთოდ კაცო. და საერთოდ არ მეშინია იმის რომ კარტოფილს ვერ შეჭამ თურმე რომ ვიღაცამ ჩვენი ქართული კარტოფილი არ მოიყონოს. შევჭამთ. ზოგადად ძალიან მარტივად. სინგაპურს არა აქვს ისა ველები აშენებული ხორბლით და იმით და რაღაცნაირად შლენიერად ცხოვრობენ. სამყარო ისე აწყობილი რომ ჩვეულებრივად შეგიძლიათ რაც გინდათ ის იყიდოთ, ოღონდ ფული გქონდეთ. ამიტომ თუ არ გამოგდით სოფლის მეურნეობით, უნდა დაკავდეთ სხვა საქმით. და მე ბოლო არგუმენტი, აი სულ ბოლო არგუმენტი ხომ მე როცა აი უკვე აღარაფერი აღარ ჭირდება. ანუ რას ამბობ, რომ ადამიანის სუფთა ჰაერზე კავკასიონს რო უყურებდა ისე დილას გამოვიდოდა თავის რაღაც აქ ძროხები, აქ წვანე მინდორი და შენ გინდა გადმოიყვანო და ტაქსისტად ამუშაო ამ ბინძურ ქალაქში? დარწმუნებული რომ ტაქსისტი უფრო მეტ სიკეთეს ქმნის, ვიდრე ფერმერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ ქვეყანაში. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, როცა ადამიანი რაღაცას აფასებს, ეს ამაში ფასი ხდის. და როცა ადამიანი ტაქსის მომსახურებაში იხდის ფულს, რომ ტაქსის ფონდში 3-4 ლარი და თავი არჩენოს, თავისი ოჯახი არჩენოს, ეს სწორი ქცევა და კარგი საქციელია და კარგი დასაფასებელი საქმეა. და ის გლეხი რომ ეს მუშაობს და ფულს ვერ შოულობს და მე ყოველ წელს ეუნება მთავრობა ფული მომეცი და სუბსიდირე იქ ხორბალი არ შემოატანინო რუსებს, იქ რაღაც ძროხა არ შემოატანინო ვიღაცებს, აქ რაღაც ასეთი გადასახადი დააწესე, ის დაბეგრე, თორემ მე აქ ყველაფერი გამიფუჭდება, ასე არ გამოდის ეს ამბავი. ესე იგი არ ხარ წესიერი ადამიანი, იმიტომ რომ სხვას ძარცვავ და სხვის ხარჯზე გინდა ცხოვრება. შენ თვითონ ვერ ქმნის რაღაც შენი მოქალაქე აფასებს, იმიტომ რომ რო აფასებდეს დააფასდა და ფასს გადაიხდიდა. და თუ არ იყდის, იგი არ აფასებს. ესე იგი ქვეყანაში აკეთებ რაღაცას, არავის არ ჭირდება, არავინ არ აფასებს და შენ კიდე მთავრობას ეუბნები რომ წაართვი ხა ამ ხალხს რომელიც არ აფასებს შენ პროდუქციას და მომეც ფულიო. ხო და არ არის ეს სწორი ხდებით, ამიტომ არასდროს არ ვიტყვი რომ რავი შეიძლება ვიღაც ადამიანები სოფელში ძალიან სენსიტიურები არიან და გულით კივათ, მაგრამ მე არ ვარ თქვენი არ ფსიქოლოგი, არ ძიძა, არც რავი თქვენ ფსიქოლოგიურ კომფორტზე ვარ ვალდებული ვიზრონო და რაც თავარია ჩემი პოზიცია უნდა იყოს გამართული, ლოგიკურად გამართული უნდა იყოს. და ლოგიკურად გამართული პოზიცია ნიშნავს იმას, რომ სოფლად ვინც ცხოვრობს, მათი 99%, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ვინც დასაქმებულია დამხმარე სფეროებში, დასაქმებულია თუნდაც საჯარო სკოლაში, რომელიც არ იარსებებს, როგორც კი ხალხი იმ სოფლის მეურნეობას მიატოვებს და უამრავი სხვა ადამიანი, ეს ხალხი ყველა ქალაქში უნდა გადავიდეს. სხვადასხვა ქალაქში, თბილისში, ნიუ-იორკში, ქუთაისში, ბათუმში, სხვა ქალაქ თელავი იყოს. ოღონდ უნდა შეეშვან ამ სოფლის მეურნეობას. და სოფლმეურნეობასთან დარჩეს მხოლოდ ის, ვინც აი იმ ჰოლანდიელ ბიზნესმენს კონკურენციას გაუწევს. იმ ამერიკელ ბიზნესმენს გაუწევს კონკურენციას, სამხრეთ აფრიკელ ბიზნესმენს გაუწევს კონკურენციას. აი ვინც როს შეხედავთ, ვერც კი მიხვდებით დღევანდელი სტანდარტით, რომ ის ფერმერია, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ გეუბნებათ, რომ პროგრამისტია. კი, იმიტომ რომ კოდს წერს, რომ რობოტი გავიდეს და ველზე რაღაცი გააკეთოს. ასეთი ფერმერია ხვდებით? ხო და ასეთი მინდა რომ იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა, რომელსაც დასაქმებული იქნება შეიძლება მოსახლეობის 0.5%, 0.1%, მაგრამ იქნება ეფექტიანი და რაღაც ისეთ სპეციალიზირებული, რომელიც სხვას არ შეუძლია გააკეთოს. ასე არის სწორი. მოგწონთ თქვენ ეს, არ მოგწონთ თქვენ, ასეა და არ ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ ვიღაც ხალხი ასეთი სენსიტიური ყავს. რავი, მე ამჯერა ამ სენსიტიური ხალხის ხალხმა, ამჯერა სენსიტიური ხალხი არის აფერისტი პოლიტიკოსების კლანდაიკი. სენსიტიური ხალხი ზის და ყველაფერზე იქ რაღაც სიტყვა ასაუბრე ხარი, იქ რამე თქვი, იქ რამე პატრიოტიზმი რაღაცა თქვი აღშფოთდა, იქ რაღაც პედოფილია თქვი ის აღშფოთდა, აქ სოფელიო აღშფოთდა და რავი, ასეთ ხალხს ყოველთვის მიხედავს აფერისტი პოლიტიკოსი. ყოველთვის რაღაცას მოატყუებს, ყოველთვის ააგდებს რამე დებილობაზე. ამიტომაც დემოკრატია დეგენერატობა, რომ საბოლოო ჯამში ასეთი ხალხი ბევრი არიან. მაგრამ დემოკრატიის ერთი დადებითი თვისება არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა შეიძლება სრულად არადეკვატურად იქცეოდეს, თუ წესრიგად დაავდა სიტუაცია, შეკრული უმცირესობა ამ უმრავლესობას მართავს. სულ ასეა, ყველა ქვეყანაში ასე სამდროში. არცად უმრავლესობის მართლობა დე-ფაქტო არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი პარტიის, თქვენი ვინც ხართ გვიჭერს არის ის, რომ ჩვენ შეკრული უმცირესობა ვიყოთ, ძლიერი შეკრული უმცირესობა. იმიტომ რომ რაღაც დიდ ნაწილს ამ საზოგადოებას ვერაფერს ვერ უშველით მაინც. ისინი სულ ასეთი სენსიტიურები იქნებიან, სხვა მიზეზის გამო. ვიღაცა აზროვნება არ უყვარს. ვიღაცას დრო არ აქვს, რა ვიცი, საქმე აქვს, აი დატოვა წინაპრებას სოფელში, მოქმედმა, ასე ვთქვათ, მეზობლებმა თუ ხელს უთხრა რომ შენ სოფელში უნდა დარჩიო, ღარიბია, წვალობს, დღე და ღამე მუშაობს და თან ეუბნებიან რომ სწორად იქცევა მიაწექი, ღარიბი უნდა იყო, არ დაგავიწყეს არჩევნების დროს რომ სიღარიბეს მისცე ხმა.
და ის წვალობს ეს კაცი და არა აქვს შედეგობა შენ მოგისნოს და გაიგოს და თან სენსიტიურია ხდებით ანუ რაღაცას რომ დაიწყოს აზროვნებას იქ ამოვარდება სამ იმედზე ან TV პირველზე რაღაც საკვანძო სიტყვა ეს აღშფოთდება და ისევ გააგრძელებს სიღარიბეში ცხოვრებას. ამიტომ ვიღაცებს ვერ უშველით. ჩვენი ამოცანა რომ ვისაც გვესმის, ვისაც აქვს უნარი გაიგოს, ის ხალხი შევკრიბოთ. ის ხალხი გავაერთიანოთ, გავაგებინოთ, რომ ხალხმა მთელი სისტემა აწყობილი იმას, რომ თქვენ გძარცვო. ასე გძარცვო, ისე გძარცვო. სხვადასხვანაირად. და თუ არ გინდათ რომ ეს გაიძარცვოთ, თუ გინდათ რომ უფრო წარმატებულ საზოგადოებაში ცხოვრობდეთ, დიდრები იყოთ, ბედნიერები იყოთ და ვიღაც ჭეღრე-პეღრე ბიუროკრატია არ იყო ჩამოკიდებული, ну აი რაღაც ამისთვის არის რაღაც წესები და პრინციპები დასაცავი. აი ამ წესების და პრინციპების დაცვას ვცდილობ.